გიფიქრიათ, რომ ქუჩაში დგომა შეიძლება დანაშაული იყოს? საქართველოში ახლა ეს უკვე რეალობაა. ქუჩაში შეკრება წინასწარი თანხმობის გარეშე აკრძალულია. ეს სცენარი ახალი არ არის. მაგალითად, რუსეთში 2014 წელს მსგავსი კანონი შემოიღეს და ხელისუფლება ფიქრობდა, რომ ამით სახალხო პროტესტი დასრულდებოდა. კანონის თანახმად, დემონსტრაციის ჩატარება ხელისუფლების თანხმობის გარეშე ისჯებოდა ჯარიმით ან 15 დღემდე პატიმრობით, ხოლო მესამედ-გამეორების შემთხვევაში კი უკვე 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით. ადამიანებს აჯარიმებდნენ და აკავებდნენ ინდივიდუალური პროტესტის გამოც. ხალხმა კი ახალი ფორმა მოიგონა – სეირნობით პროტესტი. ქუჩაში გადაადგილდებოდნენ პლაკატებისა და სკანდირების გარეშე. ფორმალურად სეირნობდნენ, რეალურად კი აპროტესტებდნენ. შემდეგ კი ხელისუფლებამ სეირნობას აკრძალა. ბელარუსში ტროტუარზე დგომაც კი შეიძლება ჩაითვალოს უკანონო შეკრებად. ჩინეთში ერთი პლაკატიც კი შეიძლება გახდეს დაკავების მიზეზი, ხოლო ირანში უბრალო შეკრებაც კი უკვე საფრთხის შემცველია. ყველა ამ ქვეყანაში პროტესტის აკრძალვა იწყება ერთი საერთო ფრაზით. ეს წესრიგისთვისაა საჭირო, მაგრამ მთავრდება მძიმე რეალობით. ხმის ჩახშობით. ისტორია კი გვიჩვენებს, რომ როდესაც ხელისუფლება კრძალავს დგომას, ადამიანები იწყებენ სიარულს. როცა კრძალავს სიტყვას, ხალხი პოულობს სიჩუმის ენას. კითხვა კი ახლა ისაა, თუ რა იქნება შემდეგი პროტესტის ენა საქართველოში.